მოგესალმებით ბატონებო, მეცნიერთა კონგრესის დროა, ჩვენ ვიწყებთ თქვენთვის მუშაობას, დღეს დავსწრე საზოგადოება, ვისაუბრებთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე, ხალხის მიერ დასახელებული პარლამენტის კონცეფციაზე. დღეს მინდა შეგახსენოთ, რომ ბატონ ჟიულის ჩარტავის ხსოვნის დღეა, კიდევ ერთხელ ღმერთმა ნათელში ამყოფობს, ჩვენ ვისაუბრეთ პირველ ნაწილში მის ღვაწლზე, თუ როგორ პატრიოტულად იბრძოდა ბოლომდე და არ დატოვა მისთვის საყვარელი კუთხე აფხაზეთი, როგორც გემის კაპიტანი არ ტოვებს გემს, იმიტომ რომ აზრი არ აქვს გემის გარეშე მის სიცოცხლეს, ასევე ბატონმა ჟიურიმ აჩვენა გრანდიოზული ეროვნული თვითშეფასების მაღალი დონე, აჩვენა პატრიოტული მუხტი, აჩვენა ის, როგორიც უნდა იყოს პოლიტიკოსი, როგორც უნდა იყოს აფხაზეთის მოქალაქე და როგორც უნდა იყოს საქართველოს ერთგული შვილი. დღეს ვიწყებთ განხილვას ხალხის მიერ დასახელებული პარლამენტის კონცეფციაზე. ჩვენ გავართ ძალიან ცუდ სიტუაციაში, როდესაც არ ყავს გონიერი თვითმართვადი ხელისუფლება. სწორედ ჯავახიშვილი აღნიშნავდა რუსეთთან შეერთებას, რომ რა იყო რუსეთთან შეერთების ყველაზე დიდი კატასტროფა. ეს იყო, რომ ქართულმა სახელმწიფომ დაკარგა თვითმართვადი, თვითგანვითარებადი გონი, სახელმწიფოს გონი, რომელიც როგორც ხედავთ, რამოდენიმე 30 წელი გავიდა და თითქმის ვერ შევქმნით ისეთი ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურა, სამეცნიერო ინსტიტუტები, რომ ერთობლივად იმუშავებდა. ყოველი ახალი პოლიტიკურ პარტიას, ყოველ ახალ ხელისუფლებას ჩვენ განვიკითხავს. ეს დაიწყო კომუნისტები და როდესაც დაიწყეთ კომუნისტების განკითხვა, შემდეგ ბატონ ზვიადის თავრობა, შემდეგ შევარდნაძის, შემდეგ ჩვენ კი არ განვიხილავთ მათ ღვაწლს და არ ვაფასებთ, რა გააკეთეს ამ ადამიანებმა კარგი, რა გააკეთეს ცუდი. არამედ ვიწყებთ რაღაც ემოციას, აი ამირანივით გადაგვილის ეს ემოციები, ეს არის ჩვენი სისუსტე, რომ ჩვენ ინდოევროპელებით არ შეგვიძლია კრიტიკულად ვივაზრონოთ და შევაფასოთ, აქედან უნდა ვისწავლოთ ეს აზროვნება. რაც შეეხება მოცემულ სიტუაციაში, როდესაც არ ყავს მონარქი, რომელიც როგორც ვიცით შეუძლია კონკრეტულ სიტუაციაში მიიღოს გადაწყვეტილება, არ ყავს ასეთი ხელისუფლება, არ ყავს დიდი 200 წლიანი, 100 წლიანი პარლამენტარები, პარლამენტური გამოცდილება, პოლიტიკური გამოცდილება არ გვაქვს, თუმცა ყავს ძალიან საინტერესო და ძალიან ნიჭიერი პოლიტიკოსები, რომელიც თვითონ არ შეუცვნიათ თავიანთი თავი. ყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა, მეცნიერები, ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც თვლიან თავიანთ თავს, რომ ეს არის მათი ბედისწერა, უნდა თუ არ უნდათ, ისინი უნდა მოვიდნენ და მიიღონ სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობა, აი სწორედ ამისთვის იქმნება ეს პარლამენტი. სწორედ არსებობს ეს პარლამენტის კონცეფცია, რომ ადამიანები, რომლებიც არ იმუშავებენ იქ, რომ ხელფასის მოუმატებენ, იმიტომ რომ ესეთი არავინ არ, რომელიც გაათევენ ღამეს, იმუშავებენ კომისიაში, დადებენ პროდუქტს. იმ პროდუქტს, რომელიც ჩვენ დოქტრინის შემდგომ ეტაპს, ჩვენ იცით, მეცნიერთა კონგრესმა გელათის აკადემიაში მიიღო ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და გზამკვლევი თუ საით უნდა წავიდეს ქართული ერა და ქართული სახელმწიფო. მოკლედ ბატონმა თეუნმა დაასახელა ეს პიროვნებები, ჩვენ კიდე ამას დეტალებში განვიდეთ, ეხლა ამ ეტაპზე გვაქვს სწორედ ამ პარლამენტის კონცეფციაზე საუბარი და განვიხილავთ დეტალებში. მე მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი ვალერი კელბახიანი, იურისტი, ადვოკატი, საქართველოს პარლამენტის რამოდენიმე მოწვევის პარლამენტი, ამიტომ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ თქვენ. შეაფასებთ ალბათ ამ პოლიტიკურ გავლენას 30 წლიან და არა მარტო 30 წლიან, მანამდე და თქვენ და თქვენი შეხედულება ამ კონცეფციასთან მიმართებაში. მე თქვენ ყველას მოგესალმებით. რა კონდა გეთახმებით, მე წიახლას არ გავაგრძელებ, რა ვითარება გვაქვს, ეს ორი სიტყვით ვიტყვირო. სამართლებრივად და პოლიტიკურად ძალიან ბუნდოვანი, არასახელმწიფოებრივი ვითარება გვაქვს, ხარმა კრიზისშია ქვეყანა ყველა მიმართულებით და თუ ასე გაგრძელდება პროგნოზი იქნება ცუდი, ნეგატიური.
ამიტომ თუ ერის შინაგან, ასე ვთქვათ, ენერგიაში იკრიბება ისეთი ძალა, რომელსაც შეუძლია პროცესების მობილიზება, კოორდინაცია და კონსოლიდაცია, მაშინ რესურსი, რა თქმა უნდა, არსებობს, გამოცდილებებიც არსებობს ახლა დარჩენილია ნება. ამ ნებაზეა დამოკიდებული ამ პროცესის ინიციირება. ამიტომ ჩვენ ვამბობთ ესე პარლამენტარიზმი და პარლამენტის კონცეფცია, რა თქმა უნდა, არის დემოკრატიის ნაწილი, მაგრამ არ არის პირველადი, არის ერთ-ერთი კომპონენტი პარლამენტარიზმი, კონსტიტუციური პროცესი. ეხლა ჩვენ დროინდელი ვითარება, ხო მე ვლაპარაკობ ამ საჯარო სივრცეში პირად შეხვედრებში პოლიტიკოსებთან, რომ ცალ-ცალკე არათუ აი კაკი წერეთ ცნობილი სიტყვა თუ რომელიმე ხართ აქ ისეთი რომელსაც გააქვთ ისეთი პარტია რომ შეძლებთ აიღოთ ხელში პასუხისმგებლობა გიგებათ აგერბურთი აგერბურთი არათუ ერთი არ არის ოთხეულიც რომელიც ითვლება არც ესენი არ არიან ის ძალა ვისაც შეუძლია პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხელში აღება და შედეგი ასე ვთქვათ შედეგამდე მიყვანა ამიტომ როცა არ არის ეს ძალა და აი ეს ფორმატი სრულყოფილი ისინი ვალდებული არიან რომ ქუჩაში დღეს მომიტინგეები და ის მასა რაც დადის ისინი არ არიან პოლიტიკური პარტიის წევრები ანუ პოლიტიკური სპექტრიდან გამომდინარე ისინი ელექტორატი უფრო არიან ვიდრე პოლიტიკოსები ხო მაგრამ ეს ადამიანები ხო ნაწილია ამ პროცესისა ამას ხო ჩვენ ვერ გავყოფთ თქვენ არ ახართ პოლიტიკოსები აგერ პოლიტიკოსები დიდხანსაც ვერ გავგზავნებთ რა თქმა უნდა ის ოდესღაც დასრულდება და მთელი ეს ენერგია დაიხარჯება ფუჭად. ეს რო არ მოხდეს, საჭირო არის კონსტიტუანტის პროცესის გამოწყობა. რას გულისხმობ ამაში? სხვა ქვეყნების გამოცდილებაც ამას გვეუბნება, ჩვენი ქვეყნის გამოცდილებაც ამას გვეუბნება, რომ იმისათვის რომ პოლიტიკური ძალთა შეთანხმება შედგეს თუ როგორ სახელმწიფოს შეუძლება გვინდა პირველ რიგში ეს კონსენსუსი უნდა არსებობდეს. არ შეიძლება ერთმა პარტიამ მიიღოს ამფუძნებელი დოკუმენტი კონსტიტუციის სახით, ის კონსტიტუცია არ იმუშავა და გვაქვს ახლა პარტიული კონსტიტუცია, რომელიც არ მუშაობს. არც ერთი კონსტიტუცია არ მუშაობს. პირიქით, არც ის კაცი მეგულება დღევანდელ ხელისუფლებაში კრიტიკული თვალით არ ვამბობს, ვინც ხარშავს კონსტიტუანტას როგორც სახელმწიფო შემოვლების გზას. ახლა ბიზნესს თუ ავიღებთ ივან შრომისცოდნა არ გააჩნია, არ ვაგრენია, უბრალოდ არ აქვს ამის ცოდნა, ეს ვერც გადახარშავს სახელმწიფოს აშენებას. მაგრამ ის ვინც ქმნის ამ პოლიტიკურ ელიტას ბიზნესს გარშემო, ისინი დათულ სამსახურში უფრო არიან ვიდრე სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის სტატუსში. ანუ აი ქართულად თუ თარგმნით, როგორ გამოდის, სახელმწიფო კაცები არ აქვს. ოფიციალურ სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, ჩემი იდეა არის ასეთი, რომ უნდა შედგეს ეროვნული თანხმობა სწორედ ამ პრინციპებზე, რომ არა ჩემი და არა შენი, არამედ ყველას. რომ ჩვენი ამოცანაა, რომ ვინაიდან სახელმწიფო არ აქვს, სინამდვილეში არ აქვს. ქაღალდზე რაც არსებობს, ის არ აქვს, მაგრამ რეალურად სახელმწიფო, რასაც ქვია თავისი სოციალური, აი არის თუ არა დავუშვათ შესაბამისობაში, საზოგადოების სოციალური სტრუქტურები კონსტიტუციური სისტემით. არ არის. მოწმებელია ყველაფერი. ანუ რეალობა სხვა არის, სინამდვილე სხვა არის, იურიდიული მოცემულობა სხვა არის. აი ამისი, ესე ვთქვათ, ერთობაა საჭირო, ამისი შერწყმაა საჭირო, ხო? ეხლა რაც შეეხება კონსტიტუანტად, რატო ამბობს, ერი ასე არის, ერი შედგება პოლიტიკურად, ერი შედგება წარმომადგენლობითი ელემენტებისგან. შეიძლება იყოს ესა შეიძლება რეგიონალური ან მუნიციპალური და შეიძლება იყოს პროპორციული, ან პარტიული წარმომადგენლობა. ასე იქრება, ხო? ჯერ ეს შემადგენლობა იკრიბება ერის სახელით, ესენი კონსტიტუციას დებენ ერთმანეთში, რომ ჩვენ გვინდა ასეთი სახელმწიფო შენობილობა, მერე იწყება ამის პროექტის შემუშავა და ამ პროცესს ქვია კონსტიტუანტა, რომელსაც წინ ვერაფერი ვერ უდგება. ეხლა მე მქონდა ასეთი მოსაზრება მაქვს უბრალოდ ეს კონსტიტუანტა უნდა შედგებოდეს წარმომადგენლობით ისეთი ბალანსით, რომელიც არ არღვევს ვინმეს ინტერესებს. პირველ რიგში უნებრივია, მე ვამბობ, რომ მოქმედი პოლიტიკური პარტიები, რომელსაც ფორვარდჩენებს შექმნილების მიღება ამისი იგნორება შეუძლებელია. რათა ხალხის ნება გამოხატულია ბარიერი გადალახულ პარტიაში, მე ვამბობ, რომ 20 მანდატი 100 მანდატში უნდა ქონდეს წარმომადგენლობაში. ანუ კონსტიტუანტს. 20%. ეს არის დაახლოებით 3 მანდატი თითო პარტიაზე და თითო მანდატი არ გადალახულ პარტიებზე.
მეორე 20 მანდატს ვამბობ 20%-ს უნდა კონდეს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ახალგაზრდობის სახით ქუჩაში და იბრძვის. თინდე ზოგი ციხეშია და ძალიან დიდი გმირობას ეწევა ყველა ვინც გარეთ არის ვინც ციხეშია, შეუპოვრად იბრძვის. ეს უკაცრავად რომ ჩავეწევით ეს მათემატიკურ არ არის მათემატიკა, არომადგენ პირობითად როგორ უნდა შეიქმნას, რომ ბალანსი არ დაერღვეს, ხო? თუ არ მეტნაკლები ხო, ანუ ვერ მოუწყვიტათ ქუჩის ინტერესებს, საზოგადოებრივ პროცესებს და ამიტომ მათ წარმოადგენლობა არ უნდა იყოს. ასევე უნდა იყოს საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანებისათვის 30 მანდატი. ამ ცნობილ ადამიანებს შედის თქვენ ყველანი შედიხართ. იმიტომ რომ მოღვაწეობა, რომელიც თქვენ ასე ვთქვათ, ყველა მხისურმა ქართველმა რომელიმე სამშობლოს შესწირა ყველაფერი, არ უშოვია, არ მოუპარეა, არავინ უძარცვია, ბიუჯეტიდან ფული არ წაუხია და სინდისიერად იცხოვრა. ყველა ესენი არიან ღირსეული ადამიანები, ვისაც წვლილი აქვს შეტანა ქართული სახელმწიფოს შექმნაშიც, დაფუძნებაშიც და შემდეგ ბრძოლა აქვს გამოცხადებული არსებულ კომარცევასთან მიმართებაში. 30 ადამიანი ახლა შეიძლება ვიღაცას ბევრი ეგონოს რატო პარლამენტზე მეტი, მაგრამ ვიცით რა, ამ პარლამენტამდე კიდე იყო 5 პარლამენტი. ანუ პოლიტიკური პარტიები იყვნენ, პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ, ადამიანები იყვნენ. აი მე მაგალითად გეტყვი, აი ბატონ თემური მაგალითად არ ყოფილა პარტიის ასე ვთქვათ, რომელიმე პარტიის აქტიური წარმომადგენელი, მაგრამ თავისი სახელმწიფო სტატუსიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი ოპოზიციონერი იყო მაშინ მოქმედი ხელისუფლება. იყო ეს გამახსოვს ძალიან კარგად. მე ქვედადინებიც მახსოვს, როგორ ებრძოდნენ იმ პარლამენტიდან და ასე შემდეგ. აი მაგალითად თქვენ ისეთი აი გარიჟრაჟი, რასაც ქვია ქართული სახელმწიფოს იდეის შექმნის ამ პროცესში გაქვს მონაწილეობა პირველ პარლამენტის მონაწილე ხარ დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომდე. ეხლა თქვენზე მეტი საზოგადოებრივ მოღვაწე არ ვიცი ხო ვინ უნდა იყოს ისეთი რომელსაც ეკუთვნოდეს იქადი. აი ასეთი ადამიანებისგან უნდა შეიკრას ეს 30% კვოტა. ესეც შენი 70. დანარჩენი 30 მე ასე ვფიქრობ უნდა იყოს რეგიონები, ანუ ჩვენს გვაქვს თბილისის ჩათვლი 10 რეგიონი. რეგიონში არიან გამორჩეული ადამიანები, ასევე თავისი ყვაწლით, თავისი სიბრძნით, თავისი აღიარებით, ხო? ეს ადამიანები და ბუნებრივია რამდენიმე ადგილი აქ უნდა დაეთმოს კონფესიურ წარმომადგენლებს თითო კაცი მაინც და ეროვნულ უმცირესობებს თითო კაცი მაინც. კონფესიებს, ხო? რელიგიურ კონფესიებს და ეროვნულ უმცირესობებს წარმომადგენლებს. ეს ბევრი არ არის 3-4-ია, ხო? ანუ ჩემი მათემატიკური დათვლით ეს წარმომადგენლობა კრავს ასე ვთქვათ იმ წრეს, სადაც წარმომადგენლობითობის პრინციპი იქნება დაცული, არავინ ასე ვთქვათ ქართული საზოგადოების სინამდვილეში არ დარჩება ისეთი თამაშგარებულობა. მე ხშირად ბატონი თემური ამასთან ეთერში ვსვი, რომ 1992 წელს შევარდნაძემ შექმნა ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საბჭო. და ამ საბჭოში შეიყვანა თითქმის ყველა პარტია, გარდა იმ პარტიებისა, ვინც მაშინ შევარდნაძეს თქმა ებრძოდა, ხო? მაგრამ შემდეგ 92 ბატონო ვალერისი აფხაზეთის პრობლემა და ჟიული შარტავას ეს არ მასაც ხო მაგრამ დრო წარმონახსას და მე 92 ოქტომბრის არჩევნებში მან მომიხდეთ ესე თქვა. კი, მან ხო აღარ ის ყო შევარდნაძე ისაუბრა ერთი გაცემა ორი აიგო. არ ეყოფა ხო. მაგრამ 92 წლის არჩევნები იყო განსხვავებული ყველა ტიპის სხვა არჩევნებისგან. ეს იყო პრეფერენციული სისტემა. სადაც აი როგორ გითხოთ, არც ერთი თამაშგარი რომაჟი არ დარჩენილა, არც ერთი პარტია. ყველა შევიდა, ხო? შეგნებულად გააკეთა. ანუ არჩევნების მეშვეობით, საყოველთაო არჩევნების მეშვეობით, თელმა ერმა, მაშინ არ იყო დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, ერთად იყო ჩვენ აფხაზების და ყველანი ერთად იყო და რეფერენდუმში მათ ტერიტორიაზე ჩაატარდა მთელ ტერიტორიაზე და ერის წარმომადგენლობა იყო პარტია. ამის შემდეგ არც ერთი მცდელობა არ ყოფილა ეროვნული ასე ვთქვათ წარმომადგენლობის ბალანსის დაცვისა. ხო იმ პარლამენტმა შეძლო თუ არა მისი შესრულება სხვა საკითხია, მაგრამ ჩვენ გვაქვს 95 წლის კონსტიტუცია, რომელიც არის პოლიტიკურ პარტიათა კონსენსუსი. ნამდვილად ესე. აქ რაზეც ვერ შეთანხმდნენ ინდივიდუალური პარტიები, ეს იყო ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.
და დარჩა ღიად კონსტიტუციაში დღესაც არ არის კონსტიტუციის საკითხი. არის გარკვეული. ეს არის ძალიან ცუდი სახელმწიფოში, უხერხემლოც არის ამ წუთში. ადმინისტრაციული მოწყობა ახლა მაგის გარეშე წარმოუდგენელი ხო, მაგრამ მე ვამბობ ისტორიას რომ აი რადგან ამ ნაწილში კონსენსუსი ვერ შედგა. ამიტომ ღიად დარჩა, თუმცა სხვა პარლამენტებს უნდა ეცადათ მერე რომ ეს ხარვეზი გამოესწორებინა და კონსტიტუცია შევსებულიყო, მაგრამ ეს არ მოხდა. და დღის მდგომარეობით აღარც ეს არ აქვს რაც იყო. აი დღის მდგომარეობით გვაქვს ასეთ ჩანაწერი კონსტიტუციაში რომ რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება. სანამ არ აღდგება. არა, კანონის მისაღებად ან გასაუბრებლად. კონსტიტუციის მისაღებად რეფერენდუმი ვერ ატარებს. ეს კოშმარია იურიდიულ ენაზე, ეს არის ნონსენსი, სრული. მაშინ როდესაც ყველა სოფლიოში შეგვიძლია გაკეთა სახელმწიფო რეფერენდუმით მიიღო ყველა მოწონებული აქტები, რაც კომპრომისთან იყო დაკავშირებული, ან დამფუძნებული აქტები. ჩვენ ვართ ერთადერთი გამონაკლისი, რომ დღემდე ქართულ კონსტიტუციაში წერია, არაერთი ბევრში დაიწერა, რომ რეფერენდუმით კანონის მიღება შეიძლება, კანონია კონსტიტუცია, კონსტიტუციის მიღება კანონით არ შეიძლება. ну მაშინ არასოდეს არ გვექნება ჩვენ ესეთი კონსტიტუცია, სადაც ეროვნულ წარმომადგენლობას მთლიანობაში კანონით წერს შეკრავს და ვერასოდეს ვერ მივიღებთ კონსენსუსის პრინციპით ვერც ერთ ფუნდამენტალურ სახელმწიფო აქტებს. ყველა ბატონო არა კონსტიტუცია თავის თავზე მოირგო თქვენ ეს ძალიან კარგად ეთეს. არამედ ოჯახებმაც კი. კი ბატონო, მე დრო აღარ მინახა შევზღუდო, მაგრამ ჩემი კონცეფციის ფორმულა ეს არის. წიაღსვლებში ვერ შევალ, იმიტომ რომ ამას ჭირდება დრო, რატომ არის საჭირო დეპუტაცია საპარლამენტო, რატომ არის საჭირო იგივე ახალგაზრდობის წარმომადგენლობა, რატომ არის საჭირო ისევ და ისევ საზოგადოების ცნობილი ადამიანები, იმიტომ რომ კონსტიტუანტა უკვე პროცესია. ამ ერთობამ ეს პროცესი დასაწყისი უნდა შეგვსაფუძვლივად ჩავყაროს და რა უნდა აკეთოს მე სალსაკი ამ ჯგუფებმა არის ეს ცალკე განსახილველი საკითხი, რომ ერთ ადამიანს თუ მიანდობ ისევ კონსტიტუციის დადრად იგივეს მიიღებ, რაც მიიღებ. ამას უნდა იმუშაოს ყველა კომისიები, ჯგუფების კოლექტივ მე დისკუსიები მიდით დიდხანს ამაზე, მე თავისუფლად რაღაც დოკუმენტების შეჯერებას და შემდეგ განჭისხლები ჭირდება, მე უნდა რეფერენდუმზე გატანა. ეს ძალიან გრძელვადიანი პროცესია. თუმცა თუ ნება იქნება, ყველაფერი დაჩქარება შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ ახლა უწიგნური თაობები არც ჩვენ დროს ყოლია და არც ახლა რომ ვატყობ, ყველაზე განხილული თაობა ახლა მოდის. კი ბატონო, ეს სასამართლო პროცესებით მაგაზე მეთქვა. ხო, ნე ნეგატივზე არ ვსაუბრობ, სასამართლო რო არ გვაქვს ეს ყველა ვიცით, უბრალოდ იქ გამოსვლელი მათი შეფასება, ლოგიკა, ცოდნის როგორ გითხრათ, რეპროდუქცია, ხო? ცოდნის. ამ ას ხალხს როგორ გინდა დაარქვა დამნაშავე. ნებელობა აქვს თავარია და განცდა. ამიტომ ჩემი ესე ვთქვათ, მოდელი არის გამომდინარეობს ცნობილი ესპანური მოდელიდან. როდესაც ესპანეთი გადავიდა დიქტატურიდან დემოკრატიაზე. ეს მოდელი გაიზიარა მე დანარჩენ მთელ მსოფლიო. განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში რაც წავიდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა. თითქმის ყველამ გაიმეორა კონსტიტუანტის ესპანური მოდელი და დღეს თუ სადმე არსებობს აი დაფუძნებული დემოკრატიები, ვინც სწორად გაიაზრა და განახორციელა, ყველას გამოუვიდა დემოკრატია. და ბატონო ფრანკო ყავს ჯერ არ გაუწია ის რაც ფრანკო და დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო ბატონ თემური შანშიანშვილი, კილოც აკადემიის წევრი, მეცნიერთა კონგრესის წევრი, ბატონ თეოს. კი ბატონო, მე გვაინტერესებს შეხედულება. ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თავისთავად ბატონი ვალერის მონაწილეობა, იმიტომ რომ მე მას როგორც ანალიტიკოს და იურიდიული მიმართულებით ყველაზე კარგი რჩევების მოცემა შეუძლია დაინტერესებული პიროვნებისთვის, ამაში არაერთხელ დავწუნებული ვარ. ამიტომ გთავაზობთ, რომ მე ვიდრე შეტარმოადგენდეთ ჩემს კონცეფციას, ჩვენს კონცეფციას, მანამდე გთავაზობთ, რომ ჩვენ 4 შაბათს, მომდევნო 4 შაბათს, ნუ ეს მთელი 3 საათი გავაგრძელოთ ეს საუბარი, ყველა ვისაც სურვილი ექნება მოვიდეს, იმიტომ რომ ამ იმის ინიციატორი მე ვიყავი, რადგან ბატონი ვალერი და მე ვიყავით ერთად პირდაპირ ეთერში და მან როცა თავისი მოსაზრება ჩამოაყალიბა, მე მას უთხარი, რომ ძალიან საინტერესოა და მოდით გავაერთიანოთ ეს შესაძლებლობები. ეხლა რაც შეეხება მეც დროში ჩავეტევი და უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კონცეფცია რას ეყრდნობა? ჩვენი კონცეფცია ეყრდნობა სწორედ იმ საყრდენებს, რომელზეც ბატონი ვალერი საუბრობდა. ჩვენ მივედით ანალიზით, მივედით იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს კრიზისში იყო მაშინ, როდესაც ქვეყნის შიგნით იყო დაპირისპირება და რაც უფრო ღრმა იყო დაპირისპირება, მით უფრო ღრმა იყო კრიზისი.
როდის გამოდიოდა ქვეყანა მდგომარეობიდან, გამოდიოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც დაპირისპირებული მხარეები პოულობდნენ საერთო ენას, ან გამოჩნდებოდა გარკვეული ჯგუფი, რომელიც მათ წინამდე კი არ იბრძოლებდა, იფიქრებდა საქართველოს მომავალს. ეს იყო მეცნიერთა კონგრესის გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენ, აი აგერ აწერია, რა წინააღმდეგობები უარყვეს პარტიებმა. ჩვენ ეს 96 წელს ჯერ კიდე მიხეილ სააკაშვილის დროს, მერე კიდე ბიძინა ევანიშვილის მიმართეთ და აი ნახეთ როგორ არის, აი რას წერდა მაშინ მეცნიერთა კონგრესი ბიძინა ევანიშვილს. ბატონო ბიძინა, დღეს არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც კონსტიტუციური უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაშიც კი შეიძლება სისტემური ცვლილებების განხორციელება, რადგან სამdro სასიცოცხლო პოლიტიკურ დაპირისპირებასთან ერთად პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობა შიდა და გარე ვალდებულებებითაა დატვირთული. ასეთ პირობებში და არსებული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებით ძალიან დიდი ალბათობით მივალთ ქუჩის აქციებამდე ან დიქტატურისკენ მიმავალ საშიშ მშვიდობამდე, რაც ნებისმიერ პოლიტიკური პარტიის გამარჯვების შემთხვევაშიც უმოკლეს დროში მოსალოდნელია. ჩვენ მივედით ესე იგი კარგი გამოიყენეს მეცნიერება მაშინ რომ საშიშ მშვიდობამდე ესენი ჩვენ გველაპარაკებიან რომ მშვიდობა ხო შემეარჩენათ. ამაზე საშიში მშვიდობა რომელიც დღეს არის. როდის მიმართეთ? 2006 წელს. ესე იგი 2000 მიხეილ სააკაშვილს 2016 წელში ბიძინა ევანიშვილს. და ნახეთ, აი კარგად წერია რა რითაც ტრაბახობს დღეს ოცნება, ჩვენ არ ვეხებით ამ იმას, მაგრამ რითაც ტრაბახობს, ჩვენ მშვიდობა გვაქვს. კორეაშიც არის მშვიდობა. საშიში მშვიდობა. ჩვენ გვჭირდება თავისუფალი ადამიანი. ჩვენი კონცეფცია ამაზეა აგებული და ბატონო ვალერი რა ბრძანეთ, აი ბოლოში რით თავდება ეს ნახეთ, რას უწევთ ჩვენ ბიძინა ევანიშვილს და ყველა პარტიას ანალოგიური გაუგზავნეთ. ბატონო ბიძინა, გადავდოთ პირადი წყენა. სიმდაბლით დაუმაღლდეთ, ბიბლიურის გამოვიყენეთ. გავიმარჯვოთ სხვაზე კი არა, საკუთარ თავზე. დავაჯეროთ საკუთარი თავი იმაში, რომ ყველანი საჭირო ვართ ამ ქვეყნისთვის, რომ ჩვენ სამშობლოს ერთი ადამიანის კი არ ხავს დასაკარგი, რა უნდა დაეწერათ მეტი უკეთესი. რომ არ გებძვით ჩვენ, ანუ თავარი წინას დამარცხება კი არა, არამედ ისაა, რომ უკეთესობისაკენ შეიცვალოს ხალხის და ქვეყნის ცხოვრება. ყველაფრის და მით უფრო წინას უარყოფის გზა დამანგრეველია. ყველა ხელისუფლებამ რაღაცით დატოვა კეთილი და პოზიტიური კვალი, რასაც აღიარება და დაფასება უნდა. ყველა ხელისუფლებაში იყვნენ და არიან სახელმწიფოებრივად მოაზრული ადამიანები. მათ პატივისცემით უნდა ვეკიდებოდეთ. ყოველივე ამის უარყოფა დანაშაულიცაა და საკუთარი თავის უარყოფისკენ მიმავალი გზა. თავისუფლება სიმართლეშია და ის არ არსებობს პასუხისმგებლობის გარეშე. არ შეიძლება ყველა მართალი ვიყოთ, ყველა კარგად მუშაობდეთ, ქვეყანა კი ასე ცხოვრობდეს, რაც ხდება უკვე რამდენიმე წელია. ეს წარმოუდგენელია და შესაბამისად ტყუილია. ტყუით ყველა ვინც მივიჩნევთ რომ ვამბობთ სიმართლეს. სიმართლე კაცობრიობის გამოცდილებასთან, მეცნიერებასთან, მეცნიერულ ანალიზთანაა დაკავშირებული. მივენდოთ მეცნიერებს, მივენდოთ კაცობრიობის გამოცდილებას, მივენდოთ ჩვენს ისტორიას, უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადასარჩენად. გავერთიანდეთ არა ერთის, არ ერთმანეთის წინააღმდეგ, არამედ სამშობლოსთვის. გადადგით ეს ნაბიჯი ბატონო ბიძინა, დრო ამას ითხოვს, ისტორია ამას დააფასებს. ეს იყო ის, რაც რითაც დამთავრდა. კარგია, მაგრამ გელსო სახარება უკითხო მაგას ნიშნავს. გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხო სწორი გზით წავედით ბატონო ვალერი და მაინც ივადეკით იმაში, რომ ჩვენ ეხლა ეს არის წინა ნაწილი და დასკვნა. ეხლა ვამბობ იმას, რაც შვაში წერია. შვაში არის იდეა ეროვნული თანხმობის პარლამენტის თაობაზე, რაზეც ბატონი ვალერი საუბრობს. ჩვენ ვამბობთ, რომ ეროვნული თანხმობის პარლამენტის გარეშე იგივეა ბატონი ვალერის პოზიციაც, მომავალი არ არსებობს. ტყუილი ეს. აი თუნდაც 100% ხალხმა რო დაგიჭიროს ყველა მხარი და 100% შეიყვანოს შენი ხალხი, გამორიცხულია ვერ გააკეთებ იმას, ეს დღეს ქვეყანა ჭირდება. ამას ჭირდება პირველ ეტაპზე ეროვნული თანხმობის პარლამენტი, რომელიც ძალიან რადიკალურ, ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, რაზეც ბატონი ვალერი საუბრობდა აქ, იმიტომ რომ პარტია რომ გადის ხელისუფლების სათავეში, პარტია ფიქრობს მერე როგორ შეინარჩუნოს. ეს იქნებოდა პარლამენტი, რომელიც არ იფიქრებდა შენარჩუნებაზე, ის არის ერთჯერადი, მოდის გარკვეული პერიოდი, ჩვენ ვამბობდით 2 წლით ან 4 წლით და ვამბობდით ისეთ არჩევნებს ბატონო ვალერი, როგორიც იყო ჩვენ ამ შემთხვევაში ზოგიერთ დეტალში რაშიც განსხვავდებით, ეს არის რომ ჩვენ ვამბობთ მაინც არჩევნების წესით.
ისეთივე არჩევნების წესით, როგორც ზრიად გამსახურდია ჩაატარა 1991 წლის 31 მარტს, როდესაც ერთი სია იყო. თქვენ სწორად ბრძანეთ რეგიონალური, მაგრამ იქ არ არსებობდა პარტიების სიები. იქ არსებობდა ვინ რომელი პარტიის იყო, მაგრამ ერთი ბიულეტენი ეძლეოდა ადამიანს და ერთ სია ჰქონდა წინ, თანაც ეს მნიშვნელოვანი დღე იყო, იმიტომ რომ რეფერენდუმი ჩატარდა იმ დღეს და ჩვენ 31 მარტისთვის ძალიან ბევრი რამე გვინდა, ამიტომ თქვენი მონაწილეობით ეს დავგეგმოთ. ეხლა ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეა ბატონო ვალერიმ წარმოგიდგინათ. ეს მართლაც მიღებულია მე ესპანეთის, მე აშკარად გამოიყენეს ეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და ყველაზე მაგრად გამოიყენა გარბაჩოვმა. და მაშინ სხვათა შორის შექმნა კიდევაც რაღაც გარკვეული. პერესტროიკა და გააკეთა ზუსტად ასე, როგორც აქ იყო. სხვა შორის იგივე გააკეთა მე ბევრმა და თუნდაც რომ პარტიას კი არ ჩაუდგა სათავეში რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტი, არამედ მან შექმნა საზოგადოებრივი გუნდი. სხვადასხვა გუნდებს უთხრა რომ აბა თქვენი 10 კაცი, თქვენი 10 კაცი, თქვენი 10 კაცი, ანუ პარტიული გუნდი არ მიიყონა. ეს არის მსოფლიოს გამოცდილება და ეს იმათ კი არ მოუგონებიათ იმაში. ეს არის მათ გამოიყენეს უბრალოდ ის, რაც დამფუძნებელი კრება არჩევნების გარეშე. კი ბატონო, ჩვენი პირველი დამფუძნებელი კრება. სწორედ ამაზე იყო აგებული. ახლა ჩვენ რა კონცეფციას ვანვითარებთ ბატონო ვალერი? ესე იგი, ამ წიგნში, ეს არის შეტანილი, ეს წიგნი არის გამოცემული, ესე იგი, დაახლოებით 15 წლის წინ და ეს არის გელათში მიღებული და აქ წერია 4 რამეს ვითხოვთ ჩვენ. პირველი, ეს არის ეროვნული თანხმობის პარლამენტი, წერია რას ნიშნავს. მეორე არის, ესე იგი, სახელმწიფო კაცების საკრებულო, რას თქვენ ბრძანეთ, აქ წერია როგორ იქნება. მესამე არის ხალხი ქირეობს ხელისუფლებას, ანუ ხელისუფლება უნდა იცოდეს რომ დაქირევებულია და არა ის უფროსი, არ შეიძლება ხელისუფლება გეუფროსებოდეს და მეოთხე ეს არის მართალი ტელევიზია, რასაც მერაბ ბერძენიშვილი საუბრობდა რომ ეს ტელევიზიები დაღუპულობენ ქვეყანასო და ეს არის ამ იმაში ჩამოყალიბებული. ეხლა ჩვენი კონცეფცია როგორია? ნახეთ, ჩვენ ვამბობთ, პარტიები ხომ ვართ? ვისაც შეგიძლიათ, დამანახეთ თქვენი 300 კაცი დარბაზში გამოვიდეს პარტიის თავმჯდომარე და წარმოადგინოს მისი პარტიის სია. ვინ არის მისთვის 150 კაცი მისაღები? ჩვენ ვეუბნებით რომ პირველ ეტაპზე შევძროთ პარტიებმა, რომ გავიწიოთ გვერდზე და პარტიებმა შევქნათ ასამბლეა, პარტიათა ასამბლეა, რომ ამერიკული მეთოდით წავიდეთ, რომ იქ როგორც ვიდრე მივიდოდნენ პარლამენტში, მანამდე დაწერეს კონსტიტუცია და ყველაფერი, ხო? ჩვენი კონსტიტუცია, როგორც ბატონო ვალერიმ ბრძანა, ეს არის გადასაგდები. საერთოდ არ უნდა გამოაჩინო და დაიწყო ახალზე მუშაობა, სწორად ვამბობ ბატონო ვალერი, რომ იმის გადაკეთება შეუძლებელია. ამიტომ ის არ არის ხალხის ინტერესების გამომხატველი. კონსტიტუცია არის ის, რომელიც გამოხატავს არა პარტიის, არამედ ხალხის ინტერესებს. ჩვენი კონსტიტუცია ასეთი არ არის. ამიტომ ჩვენ 2 წლით, ან მაქსიმუმ 4 წლით ჯდებით პარტიათა ასამბლეაში, ქმნით დოკუმენტებს იმას და მე ხო არ ვიცით ვინ მივალ, თანაც ჩვენ ვიყურებს ხალხი და ხალხი ხედავს იმას, რომ ვისახედვა გვაქვს. პარტიები არ იცის დღეს, არავინ არ იცის და გონიათ რომ ამ ორ პარტიასა და ამ 64 პარტიას შორის მეტი არავინ არ არის. არადა ძალიან სწორი და კარგი იქნება, რომ ასე დავანახოთ ხალხს, აი თქვათ შემადგენლობა პარტია, ახალი პარტიები. ესე იგი, როდესაც პარტიამ წარმოადგინა თავის 150 კაციანი სია, ჩვენ ექსპერიმენტი ჩავატარეთ და მოვთხოვეთ მოცნების გარკვეულ ჯგუფს. დაწერეთ 50 კაცი სია. მოვთხოვეთ 50 კაცი სია დაეწერა ნაციონალურ მოძრაობას და 50 კაცია დავწერეთ ჩვენ 15 კაცში ბატონებო დავემთხვით ერთმანეთს. თქვენ წარმოგიდგენიათ რა პოტენციალია დღეს ქვეყანაში? ჩვენ 150 კაცი სია რო დავწეროთ პასუხისგებლობით, ოღონდ ჩვენი თავი არ შევიყვანოთ ჩიქ და ვიფიქროთ ხალხში რომ ძალიან ძლიერი ადამიანები არიან, მე გარწმუნებთ რომ მინიმუმ 70-80 შეიძლება 100 კაცი დავემთხვეთ ერთმანეთს. უკვე დამთავრებულია ქვეყნის ბედია გადაწყვეტილი, მაგრამ ჩვენ რას ვამბობთ? ყველა პარტიამ წარმოადგინა 150 კაცი, ხდება რაჟირება, შევაერთებთ, ვინც მიიღო გარკვეულად მეტი ხმების რაოდენობა, შევთანხმდეთ შეგვიძლია წინასწარ პირველი 300 კაცი, პირველი 200 კაცი, გამოდის ერთიანი სია და ხალხს ვეუბნებით, აქედან ამოარჩიეთ ის 150 კაცი. და ეს იქნება საქართველოს პარლამენტი. ეს არის ჩვენი კონცეფცია. მე უბრალოდ ვამბობ იმაზე, რომ ვთქვათ, რომ იცოდეთ, ვთქვათ, როგორ არის, თუ რაიმე შეკითხვები იქნება, მეც მოკლედ მინდოდა ეს რომ მეთქვა, ჩვენთან სამავე დროს პარალელურად მუშაობს სახელმწიფო კაცების საკრებულო, მუშაობს ეს პარტიათა ასამბლეა, პარტიათა ასამბლეა მუშაობს პრინციპით, როგორც 7-ეული და 8-ეული, ანუ ვინ რომელი პარტიასაც
ყველა პარტიას ექნება ერთნაირი დრო და საშუალება. ანუ მე როდესაც იქნება ჩემი დღე, მოხსენებას რაღაც საკითხზე ვაკეთებ მე, ჩვენ ისიც კი შევთავაზეთ, რომ მოდით მეცნიერებათა აკადემიას გამოვიყენოთ და ერთი ყველა თავმჯდომარე პარტიის, ან ჩვენმა წარმომადგენლებმა, რომელ საკითხზეც გინდათ ერთი მოხსენება გავაკეთოთ მეცნიერებათა აკადემიაში თავისუფალი დასწრებით, რომ ვაჩვენოთ ხალხს, რომ ჩვენ ერთი საკითხი მაინც ვიცით ღრმად და ერთი საკითხი სისტემური გააზრება შეგვიძლია. ქვეყანა ჭირდება სისტემური აზროვნების ადამიანები. დღეს ძალიან კარგად ვიცით ყველამ რა არ ვარგა, მაგრამ რა არის კარგი ეს იცის ძალიან ცოტა. მეცნიერთა კონგრესმა იმუშავა იმაზეც რა არ ვარგა და დაწერა ეს ამ წიგნებში და მეცნიერთა კონგრესმა იმუშავა იმაზეც რა იქნებოდა კარგი და გააკეთა ეს პროექტები. აი ეს არის ჩვენი პოზიცია, როგორ უნდა მოხდეს ამის ფორმირება. თუ რაიმე შეეძლო. დიდი მადლობა. ბატონო თემიზი, ესე პასაჟერს ეს წამი არა მაგის წუთი მინდა. ბატონო თემო, მე გეთახმეთ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ სხვა რეალობის წინაშე ვარ. იდეა სჭირდება განამდვილება, ანუ იდეა რომ ნამდვილად უნდა იქცეს, იდეა არ უნდა ჩაიფუშოს. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, ახლა მე სხვა არ ვიცი, მაგრამ და ბატონ თემის სალსაკეთს ერთად რაღაცა შეხებები გვაქვს ამ საკითხთან. ქართული პოლიტიკური სპექტრთან თუ თავსებადება არ აქვს, ეს იდეა ჩაიფუშება. არაფერიდან არ გამოვა. ამიტომ ისინი იმაზე კი რომ დავარწმუნოთ, რომ სიამოვნებთ, იმაში დავარწმუნოთ, რომ არაფერი სია არ გვინდა. ერთად შევიკრიბოთ, კონსტიტუანტა გავაკეთოთ, ყოველგვარი პროგრამების გარეშე და იდეების შეხედულება. ამ დამფუძნებელმა ასკაციანმა საბჭომ, დამფუძნებელმა ეს კონსტიტუანტი დასაც მერე როცა შეიქმნება დოკუმენტი ერთობლივი, მერე შეიძლება გამოდი ასპარეზზე და რამდენიც გინდა ცალ-ცალ კენჭიდან, მაგრამ ეხლა ამ წუთში ჩვენი გამაერთიანებელი უნდა იყოს წარმომადგენლობითი ინტერესი და ერთი იდეა მაქვს, რომ დამფუძნებელი აი მაგალითად სალომე ზურაბაშვილი დღეს დადის ევროპაში პარტიების სახელი. მისთან ათანხმოს, არავისთან არ ათანხმოს. არავისთან. იქაც ეკითხებიან ვისი სახელი ველაპარაკებთ. ხალხისაც ვერ ეუბნება. აი ეს თუნდაც ერთი წარმომადგენელი დობაში შეიყვანოს დავუშვათ პროცესი, თუნდაც დიპლომატიური თვალსაზრისით რაღაცა თანხმობის საწყისზე უნდა იყოს აგებული. თქვათ ეს არ გამოვა. ეს პოლიტიკაც არის და პროცესუალურად სამართლებრივი გზაც არის და მე თუ იმას გავითვალისწინებ, ჩემს აზრს გეტყვი, თუ იმას გავითვალისწინებ, რომ 1000 მცდელობა მაინც ყოფილა თქვენი სხვება ბატონო თემო, თქვენი სხვება მეგობრებო, მე 1000-ივე უშედეგოდ უნდა ყოფილიყო დამთავრდა. პარტიები, რომელსაც დღეს აქვთ ელექტორალის ასე ხარდაჭერა, გაგონება არ უნდათ ჩაგენაცვლოთ წილი, აი ესე. იმ მოედანზე არავინ არ შეგიშვეს ბატონო ვალერი. ერთადერთი გამაერთიანებელი. ცოლშვეს გაყიდიან და მაგას არ ბატონო, ერთადერთი ვითაც მოედანზე შევიდეთ უნდა ყველანი. ეს არის კონსტიტუანტის პროცესი. ამ წარმომადგენლობით და ამ იდეას მივაწვეთ, აიძულოთ ქუჩასაც აქვს ის ძალა, რომ აიძულონ მოქმედი პოლიტიკოსები, რომ ამ იდეას დაეთანხმონ, ანუ ღირებული იდეა უნდა იყოს. და ჩვენ პროგრამებისთვის ბრძოლის დრო არ აქვს. ამის რაც შეეხება ბატონო ვალერი, მე მას ვიზიარებ, უნდა იცოდე, მე ვამბობ ჩემას, რომ არც მას თქვენ იდეას გაიზიარებენ, ამიტომ ჩვენ წინას არ ავიგეთ იდეალური ვარიანტი და ჩვენ ვამბობთ, ყველა პარტია იტყვის ამაზე უარს, ამ შემთხვევაში ჩვენ ხალხთან ერთად ვაკეთებთ ერთიან სიას და რომელიმე პარტია ყოველგვარ იმ პარტიის წევრის გარეშე გამოდის ამ სიით. და ხალხს ვეუბნებით, რომ აი პარტიები არ წამოვიდნენ ამაზე და ამიტომ ჩვენ ამას თქვენ აი ერთი ორი რამ აქვს ჩემის აზრით თქვენ იმას. აი თქვენ ვამბობთ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები დახოცავს ყველა ერთმანეთს იმისთვის. მე გეუბნებით აგე როგორ იქნება. მე ლაპარაკები ვარ ამ თქვენ ლაპარაკები ხართ აი თქვენ ჩვენ მაგალითად მაგ იდეაზე რო ვფიქრობდით, მუშაობდით ასე რომ ჩვენ მიგვემართა პირობითად ვამბობ და გვეთქვა ხა ქუთაისში თქვენ იცით ძალიან კარგად მე რაც გავაკეთე რომ ყველა უნივერსიტეტს ორი წარმომადგენელი, ყველა ინსტიტუტს ორი წარმომადგენელი, ყველა პარტიას ორი წარმომადგენელი. ორი მარდა დაждენ ერთმანეთის წინ. მე იმ გამოცდილება მომცა ეს რომ მეთქვა მაშინ ქუთაისში თქვენ იცით ძალიან კარგად რომ ყველა მებრძოდა მარტო ვიყავი. მე შევძელი რომ მასწავლებლის ხელფასი 10-ჯერ მეტი ყოფილიყო ვიდრე თბილისში. შევძელი რომ უნივერსიტეტებში სწავლება უფასო ყოფილიყო, არაფერ ერთ კაპიკს თბილისიდან არ ვიღებდი. ანუ მე დავინახე ძალა იმისა, რასაც ნიშნავს ძალიან იმეთი გადადგმული ნაბიჯი. მე პარტიებთან თქვენ სწორს ამბობთ, მე პარტიებთან მქონდა საუბარი, ეს ხო გავაცანი, ყველა ამბობს, ეს არის იდეალური ვარიანტი, სწორს ამბობთ თქვენ, ამას არ დავეთანხმებით. რატომ? ჩვენ სადავართ.
თქვენ ამაში სწორი ხართ. ისინი ამბობენ, ჩვენ სადა ვართ. მე ვამბობ, თავარი თქვენთვის რა არის? თქვენ სადა ხართ თუ ქვეყნისთვის აჯობია. მე ვეუბნები, კონფლიქტია, ხო? კი, რა თქმა უნდა, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ კონფლიქტის გამოსავალიც გვაქვს. ხალხმა იცოდეს ჩვენ რა გვინდა და ვთქვათ, ეხლა იმ სიაში, რომელიც დღეს ჩვენ წარვადგინეთ, დღეს არა, მაგრამ იმ სიაში თქვენც ხართ დასახელებული. დღეს ახლა ჩვენ ისეთ 60 კაცის სია დავასახელეთ, უკეთესი 40 უკაცრავად. უკეთესი შეიძლება და როცა ეს 100 გახდება, თქვენ შეიძლება თქვათ ერთ-ერთმა გამოსtildeმა პიროვნებო ყოჩა ხალხს როგორი ისინი დაუსახელებია თუ აქ ყოფილი პრემიერ-მინისტრიცაა დასახელებული აქ კვირიკაშვილიც და დღევანდელი სოფლის მეურნეობის მინისტრიცაა დასახელებული და გიადვალიცაა დასახელებული და ისეთი რამეებია რომ ნახე შიგრომ მე თვითონაც ვერ მივაგნებდი იმ ხალხს რომ მეფიქრა, მაგრამ მე ვლაპარაკობ ჩვენ უნდა ვცადოთ თქვენი ვარიანტი, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იდეალური ვარიანტითაც, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის უკეთესი. ამას არ ეთანხმებით, თუ თქვენ მიიღებთ ვარიანტს, რომელსაც გთავაზობთ ბატონი ვალერი გელბახიანი, ჩვენ არავითარი პრობლემას არ გვაქვს. მიიღებთ, ჩავერთვებით ამაში. თუ არ მიიღებთ, ჩვენ ვქმნით მაშინ ხალხის მონაწილეობით სიას და როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა უპარტიოების იმით გავა მონაწილეობას დიდი მადლობა. დავასრულებ ძალიან ხო. კი ბატონო, თორემ მე დავასრულებ. ჭრიანად მე და თქვენ საქმე იმაშია, მე საუბრები მარტო ტელევიზიით არ გამომიწვია, ინდივიდუალურ პერსონალურ დონეზეც მაქვს. მე ერთ რამეს ვამჩნევ, რომ თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია გამოვა ამ იდეის ინიციატორად, ეს იდეა არ შესრულდება. გეთახმები. მაგრამ საუბრები, რომელიც მე იგივე თქვენთანაც მქონდა ბატონთეულ, ახლა საჯაროდაც ვამბობ, ასეთი მოდელი უნდა იყოს, რომ რაღაცა საინიციატივო ჯგუფი ბიზნესმენების მონაწილეობით უნდა გამოვიდონ და მოუწოდონ ყველა ამ ასე ვთქვათ მოთამაშეებს, რომ აი ჩვენ ვართ შუაში, ჩვენ არ გვაქვს პრეტენზიები, რაიმე ხოთა მივიღოთ დავუშვათ საპარლამენტო წარმომადგენლობაში ან პოლიტიკურ საქმიანობაში, მაგრამ იმისაც რომ ხელი შეგიტყოთ, იშოვით ფაქტს. მოგცემთ საშუალებას ტელევიზიით გაშვიდეთ თქვენი მონაწილეობები ყველაფერში და ესე თქვა შეგიწყოთ ყველანაირად თქვენი ერთობა შედგეს. რომ რომელიმე პარტიას ამბიცია არ გაუჩნდეს, აი ბატონ შაშიაშვილს უნდა ეს და მე რატო უნდა გავიზიარო. ეს ინტერესი თქვა რეალურია, ეს არ არის მოგონილი ამბავი. და როგორც კი ამბობს, რომ მესამე მოთამაშე არა, მაგრამ დაუინტერესებელი ადამიანები იყვნენ ინიციატორები, ამაზე ჩუნდება ყველა. ანუ ჩუნდება ნიშნავს, რომ მისაღები ფორმაა ესა. აქედან გამომდინარე ჩვენ აზრი მოვამწიფოთ, თუ ვინმე დაეთანხმება ამას ბიზნეს წრეებიდან, დადგეს შუამავლად პარტიებთან და საზოგადოებრივ წარმომადგენლებთან, ამიტომ რომ თქვენ ნახეთ ამასთან შეიქმნა ხელოვნების მუშაკთა კონგრესი რაღაც სახელწოდებით. იმან ასამბლეა ის ეს იქნება სოკოები. არაფერს მომტანი ეს არ იქნება, თუ ჩვენ აი კონსოლიდაციის მაკოორდინირებელი პროცესი ვიღაცას არ მივანდეთ საინიციატივო არაპოლიტიკურ. კი ბატონო. გაითვალისწინეთ ის რომ ჩვენ სოლიდარულები ერთმანეთს არასოდეს ისტორიაში არ ყოფილა. არასოდეს. კი ბატონო. ჩვენი ერის ნაკლებობა ეგ არის რომ ინდივიდუალისტები არ ვართ სოლიდარები არავის მიმართ და არც მოლინის მიმართ. ახლა ფაქტით შემოგესება იარაღს ვიღებდით და თავი დაგვეცოთ რომ ფისთვის არავინ არ იბრძოდა. არავინ არ იბრძოდა არც. დიდი მადლობა ბატონ თემურ ვერ ჩავიტევით დროში. პირადად ჩემი არ არის. დროში ვერ ჩავიტე კონგრესის. ამიტომ მე პირადად მე უჭერ ხარს იმას თუ თქვენს იმას წინადადებას გაყვებიან. მე ვესტერთა კონგრესს როგორც ერთი რიგითი წევრი დაუჭერ ხარს ამას. თუ ვთქვათ, ამას დაუჭერს ხარს. ჩვენი ამოცანაც ეგ არის. ვესტერთა კონგრესი ამედია. კი ბატონო, დაუჭერს ხარს, მაგრამ თუ ბატონო ვალერი თქვენი წინადადება არ გავა, აი ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენ ხომ მეორე წინადადება ჩვენსაც ვავითარებთ, ჩვენ არ ვაჩერებთ ჩვენს დამოუკიდებლობას განწყობას და ჩვენ ვამბობთ. კი ბატონო. თქვენ თუ ამ წინადადებასაც, ანუ რბილ წინადადებას, რომელსაც ბატონი ვალერი ამბობს, ამაზე რბილი შეუძლებელია, ხო? ჩვენ ვამბობთ, ჩვენი არის რადიკალური. ჩვენი არის რადიკალური, იმიტომ რომ პარტიებს ვეუბნებით, ეს უნდა იყოს უპარტიო პარლამენტი, პროფესიონალების, რადიკალურია. მე გეთანხმებით ამაში. ამიტომ ვამბობ, ჩვენ ამ ეტაპზე მე პირადად უჭერ მხარს რბილ ვარიანტს,
მაგრამ თუ ამას არ დაუჭერს მხარს, მაშინ მართლაც უნდა წავიდეთ რადიკალური გზით და უნდა იყოს ერთი პოლიტიკური გუნდი არჩევნებში, რომელიც იტყვის, რომ თქვენ არც რბილი წინააღმდება არ მიიღეთ, არც ეს წინააღმდება არ მიიღეთ, ხომ? მაშინ აი აგერ არის ერთი საარჩევნო გუნდი, სადაც არავინ პარტიის წევრი არ არის და შერჩეულია ხალხის მიერ და ამ პრინციპით და დაუჭერთ ამას მხარს, მოიგებთ, არ დაუჭერთ, მართლა ხელი მოგიბერეთ. დიდი მადლობა. თავაზეთ შევქმნათ რადიკალური პარტია, კი ბატონო, დროში ლიმიტირებულება. კარგი, წინააღმდებას საქართველოს მოგვიწევს. მე მინდა სხვებაც გამოთქვან თავისი პოზიცია. ფაქტია რომ ვარ ძალიან მე არაფერი სათქმელი ძიმე მდგომარეობაში 91-12 წლიდან უფრო რთულში, იმიტომ რომ დღეს არის ძალიან დიდი გეოპოლიტიკური აქტორებია შემოსული, ჩინეთია, ანუ ფაქტიურად აზია-ევროპის დიდი მენტალური, პოლიტიკური ძალიან დიდი საფრთხის ქვეშა ვარ და ახლა სულ პარტიები რომ გადავადნოთ აი ამ მოცემულობაში ერთი პარტია შეიძლება მივიღოთ. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გვინდა ძლიერი სახელმწიფო ვიყოთ, ჩინეთი შეუძლებელია თუ ჩვენ სწრაფი რეფორმები არ გავაკეთეთ და დავიწყეთ ერთმანეთის ჭამა. მით უმეტეს აგი ამერიკა უკვე 2-3 რამე დაასახელა: ეროვნული სახელმწიფო, მეცნიერება და ბიზნესი და თავისი ხალხის კეთილდღეობა. ძალიან დიდი გლობალური ჰანტინგტონის თეორიის მიხედვით გაერთიანებები ხდებოდა. ჩვენ თუ არ გავერთიანდით, ჩვენი ბურთღა არ დარჩება. აქედან გამომდინარე ბატონი თენგიზმინდა და დიხამიჯია ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტის პირველი მოწვევის პარლამენტი და დიდი გამოცდილება გაქვთ თქვენ და აი აქედან ძალიან ცოტა 4 წუთი აქვს ძალიან დიდი და ამავდროულად ტრაგიკული შეიძლება ითქვას. მე თავიდან ბოლომდე მხარს უჭერ ბატონე ვალერეს მოსაზრებებს. მე ახლა ამ შემთხვევაში წარმოადგენ უზენაეს საბჭოს ეროვნულ მოძრაობას და კონსტიტუციაზე ხელის მომწერთა რაღაც ჯგუფს. კი ბატონო. ამიტომ მე მხოლოდ ამ ადამიანების სახელით შემიძლია ვილაპარაკო, უზენაეს საბჭოს მოგეხსენებათ, ისეც ჭრელია. ასეთი, მაგრამ ის კაფივ ადამიანები არიან, ვისის სახელითაც მე ვილაპარაკო. ამიტომ მე მის გამოცდილებაც ამაქვს, აი ახლა ეროვნული კრებარეთი დამთავრდა აქ. საპარლამენტო ასამბლეა შევქმნით, ბატონო ვალერი, თქვენ რომ მინსკში რო ვიყავით, იური ვაზაგაშვილის ოფისში სხვათა გაროს, ჩემი ინიციატივით სხვათა შორის და იქ თავი მოუყარე ამ ადამიანებს. მაგრამ რაღაც დროით იმუშავა, მაგრამ შემდგომ უკვე რაღაც პროცესების გამო ეკენე ივანიშვილი გამოსა ის იქით წავიდა ეს აქეთ წამოვიდა და აორთქლდა. ანუ აქ კარგი კონსტრუქციული იდეის დამსამარებლების ფართო არმია არის. არ უნდა დავასამარებლო და აგენტი დაარქვია. აგენტობის გარეშეც ამ საქმეს მაღალ დონეზე ართმევენ თავს სამწუხაროდ. რა ვიცი ახლა მე შემიძლია ახლა ეს იდეები გაუზიარო ჩემ თანამოაზრეებს, მეც აქტიურად ჩავერთები. ეს ფრანკოს მოდელი ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია, იმიტომ რომ კაცმა ახლა სამოქალაქო ომში გაანადგურა თავისი ამხელა სისხლი, ამხელა უბედურობა და იქ ბარსელონას დღესაც ახსოვს იტალიელი ფაშისტების დაღვრილი სისხლი ბარსელონაში და ამხელა იქიდან გამოვიდა კაცმა და მეფე მოიყვანა და კონდა თვითონ წავიდა და ამხელა კონსტიტუცია ხო ხო არ გვინეს ის მე და 65 60-იან დაიწყო ეს პერესტროიკა. კი. ორი მისი პარტია იყო. რა თქმა უნდა. მოსულა დემოკრატები. სასაფლაოც ერთიანი გააკეთა და ამიტომ ეს მოდელი აბსოლუტურად მისაღებია და ეს განხილვას ეკვემდებარება რა თქმა უნდა და ახლა ბატონო თემურის და ახმეც კონგრესის წარმოადგენელი მეც გახლავართ, მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას და იდეა მომხიბვლელია. თუმცა ხო გეუბნებით, ისეთ საზოგადოებასთან აგვაქვს საქმე, რომელსაც ნებისმიერი კეთილშობილი იდეის აფეთქება შეუძლია. მაშინ სამწუხაროდ დიდი გამოცდილება. დიდი მადლობა, ფაქტია რომ ჩვენ სამი ხელისუფლება გვაქვს და უნდა გავასწოროთ, უნდა დასრულდეს ერთი რაღაც შეკრება თუ რაღაცა და უნდა დავასრულოთ, იმიტომ თუ ჩვენ არ გავაკეთეთ, სამათ არის გაყოლილი, ხო არ შეიძლება რა ესეთი მიმართვა. კარგით, მე მინდა ბატონ ნიკოლოზ მებაღიშვილს ვთხოვოთ, იურისტი, პოეტი და დიახ, მოგესალმებით, დიდი მადლობა. ცოტა დროს ლივიდე. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ საქართველოს ეროვნული გმირი ჟული ჟარტოვა, რომელიც არის სიმბოლო მართლაც არის თავისუფლების ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასე ვთქვათ, შეწირული
მართლაც ესეთი უდიდესი მსხვერპლი, ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე გაიღო მან საქართველოსთვის და აი სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს მისი ხსოვნის დღეს ვსაუბრობთ აი ძალიან სასიცოცხლო მნიშვნელოვან საკითხებზე. მოგეხსენებათ დემოკრატიული სახელმწიფოები მოწყობილი არის ასე ვთქვათ სამ ხელისუფლებაზე დგას, ხო? არის საპარლამენტო მმართველობა, თქვათ საკანონმდებლო ორგანო, ასე ვთქვათ აღმასრულებელი ორგანო და სასამართლო ხელისუფლება. აი ეს დანაწილების და ეს ბალანსი რასაკვირველია არის დღეს დარღვეული და რაღაც ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის პოლარიზაცია, რომელიც არის საზოგადოებაში, აი ხალხში და არ უჩანს ამას უბრალოდ დასასრული. აი დაყოფას, დანაწილებას, თქვა ეს იმისიანია, ეს ამისიანია, რაღაცა ჩვენ ერთი საერთო იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ ყველა, როგორც ხელოვნების წარმომადგენლები, ისე იურიდიული სფეროს წარმომადგენლები, ასევე თვითონ თქვა პოლიტიკურ წრეებში არიან ძალიან ჯანსაღი ნაწილი, რომელსაც მართლა ანაღლებთ და მართლაც თქვათ საქართველოს ბედი, საქართველოს ასე ვთქვათ მომავალი, ის დემოკრატიული მომავალი, რომელიც აუცილებელია ამ რეალობაში, აი მძიმე რეალობაში, მე დავეთანხმები ბატონს, რომელიც ამბობდა, რომ აი გეოპოლიტიკურ სივრცეში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, არის უმძიმესი გამოწვევები მოგეხსენებათ. არის, ასე ვთქვათ, ოკუპაციის ძალიან მძიმე პრობლემა, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა პირველ რიგში, არის ასევე, ასე ვთქვათ, ევროკავშირთან რაღაც დაძაბული, თქვათ, არ არის ისეთი ჰარმონიული თანშერწყმა, როგორც უნდა იყოს და ამის პრობლემებიც არსებობს, ამის წინამორბედობებიც არსებობს, ასევე ჩინეთის პრობლემა და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი ეს იდეა, რაც ბატონი თემურ შაშიაშვილის, ასე ვთქვათ, ინიციატივით, თქვათ, გაჟღერდა ამ ეთერიდან და მე ვფიქრობ, რომ ეს ეროვნული თანხმობის საკითხია, რომ ჩვენ რაღაც მესამე გზა უნდა ვეძიოთ. აი ეს ქვეყანა არ არის პარტიების ქვეყანა და ვერასოდეს ეს არის ხალხის ქვეყანა. და აი ეს ყველა ხელისუფალი. ის იქნება პარლამენტის წევრი, ეს იქნება აღმასრულებელი ორგანოს, ასე ვთქვათ, მეთაური თუ წევრი მთავრობის, უნდა იყოს მსახური ქვეყნის. უნდა ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ აი შემდეგი თქვა პარლამენტი, შემდეგი მთავრობა იყოს ეროვნული ხელისუფლება, ეროვნული მთავრობა და აქეთკენ გადადგმული აი ეს იდეები, თქვენი ეს პოლემიკა არის იმდენად ჯანსაღი, სწორედ ამ პოლემიკაში დაიბადება ის ოპტიმალური ვერსია და ვარიანტი, რომელიც ასე ვთქვათ შემდგომში პოვებს წარმატებას და მე მთელი გულით უშურებ წარმატებას. ამას ჩემი თქვა თანამოაზრეები, ჩემი მეგობრები ჩავერთვებით ამ საქმეში, დაგიდგებით ყველანაირად გვერდში, ჩვენ ყველანი ერთ საქმეს ვაკეთებთ, ერთ იდეას ვემსახურებთ, საქართველოს იდეას ვემსახურებით, აქედან გამომდინარე ეს არის ძალიან მისასალმებელი. ძალიან კარგია, დიდი მადლობა. კიდე ერთი უნდა ავხსენოთ, რომ გაცოცხლდა ეს დერეფანი, აზია-ევროპის დამაკავშირებელი დერეფანი, აგეთ ჩინეთს ერთი კვირის უკან იაპონიამ გამოატარა, აგეთ ცენტრალური აზია იწყეს ხა წარმოიდგინე რა დონის თამაშია. ამათ მოყვება თავისი მეცნიერები, თავისი ხალხი და ფაქტიურად მოხდება გამორიცხვა. ანუ ეხლა ჩვენ ორი არჩევანი არ აქვს, როგორც მარაბდის დროს. ეგ არის მარტყობის დროს. ერთი არჩევანი გვაქვს, გადავარჩინოთ ქართული სახელმწიფო. მეტი ეხლა აქ ვიღაცამ თუ დაიწყეს რაღაც პოლიტიკებს, აქ შანსიც აღარ არის. და ერთადერთი ვისაც უნდა უსმინოთ, ეს არის მეცნიერები, რომელიც კონკრეტულ დარგის, აი რა თუ ჩვენ გვჭირდება ფიზიკოსი და არა ის მწვანე, ყვითელი ოცნების ფიზიკა უნდა იცოდეს. ქიმიკოსმა ქიმია უნდა იცოდეს. აი ამ დარგით უნდა და ეკონომიკის მიმართულები და ეს უნდა მოვრჩეთ, რომ ის კომუნისტი იყო, ის იყო, თავარი იყოს, იცოდეს საქმე და ქვეყანას ემსახუროს. აი ბატონ შარტავას მაგალითი. ეს არის გარ უნდა დატოვოს თავისი დარგი და უნდა შეწიროს თავი. მე მინდა ბოლო მონაწილეს გადავცეთ სიტყვა ალბათოდი ნატი ფიხაშვილი, დიზაინერი, ლიტერატურული სამეფოს შეხვედრების ორგანიზატორი. თქვენ ძალიან ბევრი შეხვედრები გაქვთ და მნიშვნელოვანი, როგორც ვიცი, ყველა შეხვედრა პოლიტიკაში გადადის ისევ. ხო და მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა რომ პატივი მიმართა ბატონი ჟიული შარტავას ხსოვნას. და თქვენ საუბარში მოვეცდები იმით, რომ ვფიქრობ, რომ საერთოდ თქვენ ძალიან დიდი პოლიტიკოსები ხართ და ძალიან დიდი პატივია ჩემთვის თქვენთან ერთადაც ყოფნა, პირველი მოწვეული პარლამენტარები ხართ, ბატონთანაც, მაგრამ
მე ჩემ როგორც ძირითი მოქალაქე მოვუწოდებ ყველა ადამიანს, რომ ამ დიდ საქმეში უნდა ჩაერთოს როგორც საზოგადო მოღვაწე, ყველამ ყოველდღე რაღაც განსაკუთრებული უნდა გააკეთოს და იფიქროს სახელმწიფოსთვის. მე ჩვეულებრივ დიზაინერი გახავთ, მაგრამ აქედან გამომდინარე, რომ შეგვიძლია საქართველოზე გული რაღაც მოვიფიქრე, რომ სალონური შეხვედრები გავაკეთო, შევკრიბო ხელოვანი ადამიანები, მეცნიერები, ისტორიკოსები, პოეტები, ადამიანები, რომლებსაც მართლა რაღაც ეთქმით, რაღაც დაეჯერებათ, ის დაწერილებზე ჩვენ გავიზარდეთ და რადგან თქვენც ამ იდეაზე ხართ, რომ მეცნიერებს უნდა დავუთმოთ ასპარეზი, წინ წარმოვიდგეთ ესეთი განათლებული ხალხი, ვისაც მართლა ჩვენ ჭკუას მოვკითხავთ, დიდი სიამოვნებით გიერთდებით გვერდით. ჩვენი სალონით მართლა ესე არის, როგორც თქვენ ახსენეთ, რომ თავიდან გამოვაცხადებთ, რომ პოლიტიკაზე არ უნდა ვისაუბროთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც სულ დაპირისპირება ხდება, სულ ხო, ორად არის გახლეჩილიერი და ეხლა პირიქით მარტო რა ხარეზე ჩხუბობენ და ეხლა პირიქით ავიღეთ გეზი, რომ დიახ უნდა ვილაპარაკოთ პოლიტიკაზე და დიახ უნდა ვილაპარაკოთ გამოსავლის ძიებაზე, დიახ და დიდი სიამოვნებით გიერთდებით ამ ბრძოლაში და ჩვენც ალბათ გავმართავთ საინტერესო დისკუსიას. ერთ პატარა სენსიტიურ ამბავს ჩართავ, რომ ჩემ სალონში ერთხელ გაჟღერდა ასეთი ინფორმაცია და ძალიან ცნობიარი იყო ჩემთვის. პირველი მოწვევის პარლამენტი ახსენეთ 92 წელს და თურმე კოლავ ნადირაძე ძალიან ასაკიანი უკვე ცხოვრობდა ჩიტაძეზე და ფანჯრიდან გადმომხედია პარლამენტის. არა 90 წელში იყო პირველი მოწვევის. ხო, აი ზუსტად წლები ამ მე ვიცი ინფორმაცია, რომ ამ კაცმა გადმოიხედა უკვე დაუძმურებულმა პარლამენტში. შემოდიოდა სეკვდილი სელი მესელექცია. ხო, ის ახალგაზრდა იყო და მე ხომ შემოეცალენ ეს თავის თანამებრძოლები, ყველა იმ ცარიზმა შეიწირა და ამას თუ მოვესწრებოდი არ მეგონა რომ დამოუკიდებელ საქართველოს აღდგენის აქტს მოესწრო და დეოკუპაცია სამართლებრივს მოესწრო და რამდენიმე დღეში გარდაცვლილა თურმე და ეს ამბავი ჩვენთან რომ მოყვე ძალიან მიმოქმედა ღმერთმა ქნას რომ ჩვენ ისევ ასე კარგად და ესე იგი დამოუკიდებლობის სრული გარანტიის სრული შეგრძნებით გვეცხოვროს და ესე რაღაც გავოჭოფულად არ ვიყოთ. დიდი მადლობა. მოკლედ შეიძლება შევაჯამოთ რომ ვიმყოფებით მე ერთი წუთი დამეწონა. თუმცა ამ კრიზისთან გამოსავალი ყოველთვის პირიქით კრიზისებია ხშირად აღმოვლის. ანუ თუ ჩვენ გამოვიყენებთ, უნდა მოხდეს ერთიანი მთლიანი შერიგება, გავასწოროთ სამივე პარლამენტი, სამივე ხელისუფლება და რაღაცა შევთანხმდეთ, რომ ხოლო ჩვენი ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ გადაცემა. შეიძლება აი ხალბატონებს გძამდებით და მე ძალიან ცოტა დროს გადაცემა მაქვს საქართველოს გუშინ დღეს ხვალ პროექტი არის, რომელიც აერთიანებს ყველა პასეულებს, სამართლებელს, ისტორიულს, ტრადიციულს, ნარატიულ მერზე არის აგებული და კოლაო ნადირაძეს ესეც მეტყველებდა იმაზე, ეს რაც ბოლშევიზმის დროს მოხდა, შემდგომ დარღვეულ დროთა კავშირის აღდგენა მოვახერხეთ ჩვენ გვალი მაგის უზენაესად თავარი დამსახურება ეს იყო როგორც ასეთი და აღდგა ეს ყველაფერი ახალი პერსპექტივა გამოჩნდა, მაგრამ შემდგომ ზმათაკოებმა ულმა და პათოლოგიურმა პროცესებმა სამწუხაროდ ეს იდეა დღევანდელ პრობლემამდე მიგვიყვანეს და მაინც ქალბატონი დედის დღე იყო კიდევ მეორე იმ დღეს და მე მოუწოდე მაშინ რა გარკვეულწილად დედის დღეს აღსანიშნავად რომ თუნდაც ეს პატიმრები და დედის სენემის არიან გარკვეულწილად იმათ ეს პატივი მიიღო და ბოლო გამოეყვანა რა ეს ხალხი უკაცრავად მოეკიდა ხელი და გამოეყვანა საპატიმროდან თვითონაც ახლა აკოპში ხო არ იჯდებოდა რა, მაგრამ ეს ვერ გაბედა და ეს ხალხი არის რაღაც გარკვეულ ძალიან პათოლოგიურ ესაც უნდა გავითვალისწინოთ. მაგრამ ლამაზი იდეებია, მაგრამ რეალურად ბატონო თუ გნებავთ მე ხარდაჭერა მე და მე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ჩვენთან ხო უჭირთ სხვისი აზრზე დათანხმება. მე ვეთანხმები ბატონი ვალერის პოზიციას და ვამბობ ეს არის რბილი და ამ სიტუაციაში უფრო მისაღები ვიდრე ჩვენი რადიკალური. მე ვამბობ ისეთი ორგანოს შექმნაზე შექსპირმა რომ თქვა რომ დროთა კავშირი დაირღვა მე გავისაუბრე მისი გამთელებაო აი ამ ისეთი ორგანოს შექმნაზეა საუბარი რომელმაც ეს დროთა კავშირი უნდა ამიტომ საჭიროა ძველი და ახალი ცოდნის შეერთება საჭიროა ძალიან ბევრი რამ აი თუნდაც ჩვენი დღევანდელი ხლა ბატონი ვალერი და მე ყოველთვის მოპირდაპირე ბანაკებში ვიყავით მაგრამ როდესაც ჩვენ იმაზე მეტ პატივს ვცემთ ერთმანეთს ვიდრე ვთქვათ ვინმეს წარმოუდგენია ხო მაშინაც და აი თუნდაც როდესაც ბელორუსიაში იყო და მე განვიცდიდი იმას რომ ასეთი
მოაზროვნე კაცი იყო იქეთ წავედი და ეგ დაუდექი არიყული. დედის მწუხრით მქონდა აქეთ და მე ჩავედი იქ და მე ვერ ვნახე ძალიან ბევრი პიროვნება რაღაც ისინი და ამას რატო ვამბობ იმას რომ ამ ქვეყანაში ეს მე გავაკეთე ის რასაც ყველა ქართველი გააკეთებდა ეს პოტენციალია უბრალოდ ამას ჭირდება ნიადაგი ამას ვეუბნებოდით ჩვენ ამ წერილით ბატონ ბიძინავანიშვილს და ვეუბნებით დაპირისპირება კი არა დაპირისპირებას არ უნდა ძალა უნდა შეერთებას დაპირისპირება არის სუსტების მოგონილი ძლიერები თანამშრომლობენ ჩვენ ვთავაზობთ ძლიერს პოლიტიკას და ეგ არის ჩადებული ამაში არ გავა ბატონი ვალერი ზრბილი წავიდეთ ჩვენი რადიკალური ძალიან დიდი მადლობა უბრალოდ მე არ მინდა გამომჩეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის რომ აი ამ უნიშნულოვანეს პროცესში რომელშიც ერთგვარად ვსაუბრობთ ჩართული იყოს ქართული ემიგრაცია ჩვენი საფრთხე აუცილებლად რომლებმაც მიიღეს განათლება მათ დაუბრუნდა დიდი გამოსვლება დემოკრატიულ ქვეყნებში ცივილიზებულ სახელმწიფოებში ცხოვრების მათ აქვს ეს პოტენციალი როგორც ესე სულისკვეთების თვალსაზრისით ისე ფინანსური თვალსაზრისითაც და აი ორგანიზაცია ჩვენ უნდა შეიქმნას რაღაცა კონკრეტული შედარებით ჯგუფი რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს რომ ჩავიდეს მაგრამ საფრანგეთის სამშობლოში გერმანიაში რუსეთშიც მილიონზე მეტი ადამიანია ეს პროგრამა არის სწორედ ის კონგრესის კი ბატონო დიდი მადლობა გამოიკვეთა რომ მარტო აქ არსებული ქართველები ვერ ვყოფით საჭიროა საზოგადოებიდან დავიმატოთ და რაც შეიძლება მეტი რომ გადავრჩეთ მე მადლობას გიხდით ძალიან რთული იყო ჩემთვის 6 ფაქტიურად ისე წავმართეთ რომ ბევრმა არ იცის და რადგან თვითონ არ დაასახელა ბატონი ბესიკ ბოგველი გახდა ფსიქოლოგი კი ბატონო აი ჩვენმა სისტემამ მოძებნა ეს აი კადრების მოძებნის სისტემა მოძებნა ჩვენ მეგობრები და ესენი არ ვიყავით ერთი იმით არ მოვდივართ და მოვიძებნა კაცი არის დიმიტრი უზნაძის თეორიაზე დამყარებული განწყობებით იბრძვის იმისთვის რომ აღდგეს ის ინსტიტუტი და მუშაობს ამ მიმართულებით ეხლა დავით აღმაშენებლის ძელთან დაკავშირებით კიდევ ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა ეროვნული კაცია ეროვნული სულის კაცია და ამ ეტაპზე არის ერთ-ერთი სპიკერი ვთქვათ მესტიენთა კონგრესის და ხუებზე რო თქვენც იცოდეთ რომ ესე მინდება ყველა მინდა მადლობა გადაგიხადოთ ფაქტიურად ყველა ვეცადეთ რომ ჩვენი დრო მოგეკლა და ერთმანეთს დაგეკლა ანუ ფაქტიურად გამოგვივიდა ურთიერთობა გავაცოცხლოთ უნიკალური სალონია მართლაც მე მიმიწვიეს ამ დღეებში ვიყავი და დღეს ისინი აქ რო არიან სწორედ იმ შეხვედრის შედეგია მე წარვადგინე ბევრი რამ ვილაპარაკე და უთხარი ასეთ შეხვედრა იქნება თუ და მათ გამოთქვეს სურვილი რომ ჩვენ დიდი სიამოვნებით მიიღებთ მონაწილეობას ეს არის ძალიან კარგი ბატონო ვალერიმ გითხრა დიდი სიამოვნებით გეწევებითო და მე მიმაჩნია რომ იმ სალონიდან შეიძლება პირდაპირ გადაცემები იყოს იმიტომ რომ იმ დღეს მე დავწმუნდი რომ ყველაფერი მაინც პოლიტიკასთან მივიდა მაგრამ პარტიას ვერ უხსენებ იმ ხალხს აი ისინი მიცირდნენ აი ამ ეს გააკეთეს პარტიებმა რომ თავარი რა უახერხეს შეაძულეს ქვეყანას პარტია და პოლიტიკოსი კი ბატონო კი ხო რამეს დავამატე ინგლისში დღესაც კლუბებიდან იმართება პოლიტიკა პარტია არის ნაწილი სახელმწიფოს ამიტომ აი ბატონმა მაკრონმა სხვათა შორის ინკლუზიური პოლიტიკა რო განაცხადა საფრანგეთისაც ვთქვათ იმ საიდანაც დიპლომატიური აზროვნება მოდის ხო ეს ნიშნავს ყველა ჩართო რომ ყველას თანაბარი აქვს დღეს ლეგიტიმაცია არავის არ აქვს მოდი ესე ვთქვათ ხო ყველას აგვაქვს ვინც აქტიურებს აი ბატონ ჟიულის აქვს ნამდვილად ლეგიტიმაცია ვინც არ დატოვებს თავის ქვეყანას და თავის გემს და თავის პროფესიას და ბოლომდე გაიტანს აი შევთანხმდეთ რომ ეს იყო ლეგიტიმაცია და არანჩენ ახლა ვიღაცის მოყვანილი და დასმული ჩვენც ვიცით როგორ თავდება ეს ყველაფერი ხო რა ვიცი მადლობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ასეთ ბუმბერას პოლიტიკოსებთან რომელიც მეტნაკლებად თავისი ძალიან სერიოზული და მძიმე დროს მოგიწია თქვენ მოღვაწეობა თუმცა დღეს უფრო მეტი სივრცეებია გახსნილი, უფრო დიდი საფრთხეებია, ძალიან დიდი საფრთხეებია და თქვენი გამოცდილება ამ დანაღმულებით და დღეს არ აქვს მხოლოდ ერთი გვაქვს მარტყოფი გვაქვს, ერთი არჩევანი გვაქვს, ორი არა გვაქვს, რომ თქვა ევროპაში და ჩვენი ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროპასთანაც დავალაგოთ, რუსეთის ბაზარი არ დავკარგოთ. ირანის ეს აგეთ ცენტრალური აზიები არ გვესროლონ ეკიდა. ამხელა ტრანზიტული გზაზე ჩვენ არ დავკარგოთ, არ გამოურიცხოს და რას თავარია, სოფლები უნდა გავამყაროთ.
სოფლები არის გარანტია ქართული სახელმწიფოს გადარჩენის. ბატონი პაატა სწორედ მისი და არა მარტო ამის ქართული კადრები აზროვნების პოლიტიკის მოდის სოფლებიდან და თუ სოფელში არაბიული სოფელი ძლიერი არ ჩამოგვივა ვაჟა-ფშაველა არ გვეყოლებია ილია ჭავჭავაძე ყველა მოდი თქვა 99% არის სოფლიდან ამაში ცუდი არაფერია და ამდენად ჩვენ გმართებს გადავარჩინოთ მომავალი თაობა და რაც თავარია ხედავთ თუ არ გაიქცენ ევროპაში ეს არის თავარი მოკლედ ბატონო ვალერი ბატონო ჩვენ ვამთავრებთ საჩხერიდან მადლობა ორი პოზიცია მადლობა ცოტა ესეთი დაპირისპირება ვალერი გერბახიანის შეერთების მადლობა ჩვენ თანხმობის პარლამენტი ვართ კი ბატონო დიდი მადლობა რა ვიცით იძენას კაცი გაუგზავნოთ ბატონო თემური იქნებ შემოგვიებთ საინტერესო განწყობით ვამთავრებთ იმედით რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ დავძლევთ ამ კრიზისს მადლობა ყველას მადლობა მაყურებელს.